შუა საუკუნეებში სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება ლამის ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ტახტის, ძალაუფლებისა და ფულის გამო. მაგრამ არსებობს ერთი ისტორია, რომელიც მეტად საინტერესო და ექსტრავაგანტულია. გარკვეულწილად გამორჩეულიც კი, თუმცა აქაც რა თქმა უნდა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი მემკვიდრეობა და ძალაუფლება იყო. ალბათ ბევრ თქვენთან გასმენია ინგლისის სახელგანთქმული მეფის, უილიამ დამპყრობლის შესახებ, თუმცა ნაკლებად იცნობთ მის ვაჟებს, რობერტს, უილიამსა და ჰენრის. უილიამ დამპყრობელს საკუთარი უფროსი ძე რობერტი სძულდა, დასცინოდა და აღმოჩნდა იგდებდა მას. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა რობერტის საკმაოდ სუსტი ნებისყოფა იყო. გარდა ამისა, რობერტი უშნო კაცი იყო, სქელი და მოკლე ფეხება. ამ ყველაფრის გამო უილიამი ალმაცერად უყურებდა მას. უფრო მეტიც, საკუთარ უმცროს ვაჟებს მათი უფროსი ძმის წინააღმდეგ ამხედრებდა კიდეც. საქმე ერთხელაც იქამდე მივიდა, რომ უმცროსმა ძმებმა ნამდვილი, შეიძლება ითქვას, უპატიებელი შეურაცხყოფა მიაყენეს რობერტს. რობერტი თავის მეგობრებთან ერთად სასახლის ეზოში თამაშობდა. სწორედ ამ დროს ძმებმა სასახლის აივანზე გამოიტანეს ღამის ქოთანი, სავსე შარდით და განავლით და თავზე გადაასხეს რობერტსა და მის ამალას. ამან რობერტის მრისხანება გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ იგი საკმაოდ სუსტი ნებისყოფის ადამიანი იყო, ასეთ შეურაცხყოფას იგი ვეღარ მოითმენდა და აჯანყდა. უილიამ დამპყრობელს სასაცილოც კი არ იყო საკუთარი ვაჟის, უნებისყოფა რობერტის აჯანყება. მაგრამ რობერტს მხარი საფრანგეთის მეფემ დაუჭირა. უილიამ დამპყრობელი კი საკუთარი ვაჟის დასასჯელად გაემართა. ბრძოლა ჟერბერუას ციხის მიდამოებში გაიმართა. სრულიად მოულოდნელად უილიამ დამპყრობელი დამარცხდა და რაც ყველაზე საინტერესოა, რობერტმა აი ამ უშნო სასაცილო რობერტმა ხელშეწყობილ ბრძოლაში ცხენიდან ჩამოაგდო საკუთარი მამა, უილიამ დამპყრობელი. ყველა შესაძლებლობა ჰქონდა რობერტს, რომ მოეკლა უილიამ დამპყრობელი, თუმცა მანეს არ ჩაიდინა. გულმოწყალება გამოიჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა მამას. თქვენ წარმოიდგინეთ, შარდიც კი არ გადაასხა.